გავმარჯოს ყველას. Როგორც შეგპირდით, ესე იგი, ჩემი საბჭოთა ისტორიები, ესეთი სერია მინდა გავაკეთო ვიდეოების, პირველ ვიდეოს დღეს ჩავწერ და სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით ახლა ბევრი რაღაცა ისტორია არ მაქვს დაგეგმილი წინასწარ. გზადაგზე გამახსენდება ალბათ. პირველი ისტორია, რომელიც გამახსენდა, არის ისტორია იმის შესახებ, როგორ ყიდულობდი გიტარას. 1982 წელი დგას და ვარ მეხუთე კლასში. ბოდიში 91 წელია და მეხუთე კლასში ვარ. ხო და ოჯახში გამოთქვის სურვილი რომ მინდა ვისწავლო გიტარაზე დაგვრა და დაჩალიჩდნენ ახლა. მამა ჩემი დაჩალიჩდა იქ მასწავლებლის ძებნა დაიწყო. ბებია ჩემს გაუხარდა და გაიქცა იმ წუთას უნივერმაღ თბილისში. ახლა რო გალერეა თბილისი აქვს, იყო უნივერმაღი თბილისი, სადაც იყიდა გიტარა. ესე შევიდა მაღაზიაში უნივერმაღში და იყიდა 25 მანეთი მისცა. და იყიდა თბილისის წარმოების გიტარა. ეხლა ყურადღება. აი მე მაქვს გიტარა, ეს არის ამერიკული წარმოების გიტარა, ეს არის Fender-ი. აგერ Fender-ი აწერია, ხო? მართალია ჩინეთშია აწყობილი. მაგრამ ლიცენზირებულია რა, ანუ პაძელკა არ არის ჩინური, ნამდვილი არის რა. კარგი გიტარაა, ესეთი. კარგი ხარისხის 15 წლის წინ ვიღიდა ეს გიტარა, 2010 წელს. და იმის მერე მემსახურება რა. ერთგულად მემსახურება, ძალიან კარგი გიტარაა, კარგი ჟღერადობა აქვს. 1-2 რაღაცის შეცვლა დაჭირდა, ისეთი უმნიშვნელოსი ამ 15 წლის განმავლობაში, მაგრამ ძირითადი არაფერი ისეთი არ იყო, რომ რაღაც სერიოზული პრობლემა შეექმნოდა რა. ანუ ძალიან კარგი გიტარაა. ეს არის ამერიკული გიტარა, აი როგორი უნდა იყოს გიტარა რა. აი გრიფი, კორპუსი, ხო, ეგერ ჩანს ყველაფერი. ხო, ეხლა როგორი იყო ის თბილისის გიტარა? ჯერ ერთი ბებია ჩემი მოვიდა და საზეიმოდ გადმომცა ყუთი. ოღონდ ეს ყუთი არის 4 კუთხედი რა. ხო და რა არის მეთქი და გიტარაო. ხო და პატარა 4 კუთხედი ყუთია მეთქი, ეხლა ან ეს გიტარა ძალიან პატარაა. ან აი ამ ხელა ყუთში რა შეიძლება გიტარა ეტეოდეს, ეს პატარა არის, ფორმა, ხო ვიცი რა კაცო გიტარის როგორია. ხო და გავხსენით ყუთი და გრიფი ცალკედებს და კორპუსი ცალკე. ეხლაც მეცინება რომ ვიხსენებ. ხო და ყველას მაგრა გაგვიკვირდა რა. ხო და ბოლოს დავხედეთ და მივხვდით რომ კარგი ეს გრიფი უნდა მიახრახნო რა, გარჩე თუ რაღაც უნდა ისა ბოლტი აქვს მოყვება. და ეს ბოლტი უნდა ანუ კარგი გიტარას ხო როგორ არის? კარგი წებოთი არის რა, დაწებებულია ეს ისე კარგი წებოთი, ისეთი რომელიც არ ძრება არასდროს და ეს მუდმივია რა, ეს არის დაწებებულია და მორჩა. იქ არა. იქ უნდა ჩაახრახნო. მე რო ჩაახრახნი, ეს გრიფი ცოტა ესე დგას რა. მოყვება გასაღები, რომელიც იქ უნდა გაუკეთო და დაატრიალო, რომ ეს გრიფი ცოტა აიწიოს და ისე დადგეს რა, ჰორიზონტალურად ცოტა ესე წერად რო არ იდგეს. ხო და ეს გასაღები რო გაუკეთეთ და მამა ჩემმა რო ეს გასაღები გაიკეთა, რანაირად მაიფიქრებენ ხოლმე კაცო რა, თქვა და ჩაუჭეთ ეს გასაღები და ვერ ვატრიალებთ რა, არ ტრიალებს. მე ვერ ვატრიალებ, ვერც ერთხელაც ვენე მამა ჩემაც ვერ გადა, დაიცაო, წავიდა რაზვადნოი ключи მოიტანა. ხო და გაუკეთეთ ეს რაზვადნოი ключи და გადავატრიალეთ და გატყდა. გასაღები, რაზვადნოი ключи არ გავტყდა რა, მადლობა ღმერთს. გატყდა ეს გასაღები. მოკლედ, აი ვერ გავიგეთ ვერაფერი რა, სიმებიც არ დაგვიყენებია, არაფერი და ეს რაღაცა ხის რაღაც გაუგებარი ნივთი გვიდევს სახში და მამა ჩემმა თქვა რომ აი მასწავლებელთან მიიტანო ის გეტყვისო როგორ აქ რაღაცა იქნებაო ესეთი რაც ჩვენ არ ვიცითო რა. ხო მასწავლებელთან რომ მივიტანე ეს გიტარა მასწავლებელმა მითხრა რომ შვილო ეს აი ტყვართან რომ გაივლიო რომ გახვალო გადააგდეო რა ეს გიტარა არ არისო. თუ კარგი გიტარის შოვნა გინდაო უნდა იყიდო ან გერმანული გიტარაო ან ჩეხურიო რა. ორი ვარიანტი არისო. ეს საბჭოთა კავშირში ორი მაღალი კლასის, მაღალი ხარისხის გიტარა შემოდიოდა. გერმანული, რომელიც ოფიციალურად ღირდა 80 მანეთი, ეს 25 ღირდა ეს გაუგებრობა და ის 80 მანეთი ღირდა ოფიციალურად და ჩეხური ღირდა 60 მანეთი და
უკიდურეს შემთხვევაში თუ ვერც ერთში შევიდი და ვერც მეორეს, რაც დიდი ალბათობა იყო რომ ვერ გეშოვნა, უკიდურესი შემთხვევა იყო ლენინგრადის გიტარა, რომელიც იყო აი ერთადერთი საბჭოთა წარმოების გიტარა, რომელიც გიტარას გავდა რა, ის 40 იმანეთი ღირდა. ხო, აი ამ სამიდან ერთ-ერთი უნდა გეშოვა რა. ყველაზე კაი ნუ ბუნებრივია გერმანული გიტარა არის. ხო და ეხლა ნუ დავიწყეთ ჩალიში რა. ესე იგი, ეს გერმანული გიტარა ოფიციალურად კი ღირდა 80 იმანეთი, მაგრამ უნდა გეშოვა რა. GDR-ის წარმოების გიტარა იყო. ხო და ეს შოვნა ეგეთი ადვილი არ იყო. რაც კავშირები უნდა ქონოდა, რაღაც ბლატები უნდა ქონოდა, ნაცნობები უნდა ყოლოდა სადღაც ცეკაში. თუ სადღაც რა გარუჩე და მოკლედ ვერსად ვერ ვიშოვეთ რა ეს გიტარა. ნუ ვერ არ არის რა, არც გერმანულია, არც ჩეხურია, არც ლენინგრადის. ყველგან დევს მარტო ეს თბილისის გიტარა რაღაცა გაუგებრობა. ხო და ბოლოს მითხრეს რომ აი ორთაჭალაში არის ეგეთი მაღაზიაო, კულტ სამეურნეო საქონელი ქვიაო. აი ეხლა რომ ავტოსადგურია, იქიდან ავტობუსები რო გადიან. მაგის მოპირდაპირე მხარეს იყო ეგ კულტ სამეურნეო საქონელი, ანუ კულტურულ სამეურნეო საქონელი. მან დიყიდებოდა ეგეთი რაღაცები რა. აკორდეონი და პიანინო და რაღაცები. მან უნდა მიხვიდე, ოღონდ ეგრე კი არ უდევთო გერმანული გიტარებიო. საწყობში უნდა შეხვიდე და თვალი ჩაუკრავო იქო რა, ტიპსო და ცოტა დაუმატო რა, 1-20 მანეთიო და მივედით მე და მამაჩემი იმ კულტ სამეურნეო საქონელში და იქაც შევედით საწყობში მამაჩემმა თვალი ჩაუკრავით ტიპს და გიტარა გვინდაო რა, გერმანულია. იმ კაცმა უთხრა რომ ჩემი თავი გენაცვალოსო ძმაო, მაგრამ არ არისო ფიზიკურად, თუ რა როდის შემოიტანენ, აბა არ ვიცი რა, ვერ გეტყვი ვერაფერსო და წამოვედით იქიდანაც ხელსარიელები. მოკლედ ბოლოს ეს გერმანული გიტარა მაჩუკა ბიზაჩემმა, მამაჩემის ძმამ, რომელსაც ჰქონდა ადრე ნაყიდი 68 წელს. ნაყიდი გერმანული გიტარა, ნორმალური ხარისხის, რომელზეც ვისწავლე კიდეც გიტარის დაკვრა. ხო და ეხლა რა მინდოდა მე თქვა რომ აი შეკითხვა ახალგაზრდებს რა. აი იმ ოპერიდან რომ საბჭოთა კავშირში ყველაფერი იაფი იყო რომ ამბობენ. შეკითხვა. რა უფრო იაფია? აი ეს გიტარა, რომელშიც მე მივეცი 1000 ლარი და 15 წელია ერთგულად მემსახურება და მაღალი ხარისხის არის სულ აბსოლუტურად ხარისხი არ მოკლებია, არ ჟღერადობას არც არაფერს, 15 წელია. 1000 ლარი მივეცი. თუ ის თბილისური გიტარა, რომელიც 25 ლარი ღირდა და ყიდვის დღესვე გადავაგდეთ, იმიტომ რომ უბრალოდ დაგვრა იყო ზეც შეუძლებელი. ხო და ეს არის რიტორიკული შეკითხვა. რა თქმა უნდა, ის 25 მანეთი უბრალოდ იმიტომ რომ წყალში გადაიყარა. უბრალოდ 25 მანეთი აიღო ბებიაჩემმა და გადააგდო მტკვარში. აი ეს გამოვიდა რა, მეტი არაფერი. ხო და ეხლა ამას მოყვა მე კიდე ერთი სასაცილო ისტორია. მოკლედ ეს გერმანული გიტარები რო გეშოვა თბილისში იშვიათად. მოულოდნელად თუ წააწყდებოდი სადმე რაღაც ნაცნობი გეყოლებოდა, სადმე მაღაზიაში გაგაფრთხილებდნენ რომ აი ჩამოიტანეს და მოდი და რაღაცა, ან მეორე ვარიანტი იყო რომ მაშინ რუსეთში უნდა წასულიყავი რა, მოსკოვში უფრო დიდი ქალაქია და იქ შეიძლება და უფრო გეშოვა, თუმცა ნუ რუსების რა ტიპები არიან, ხო იცით ახლა იქაც არ გააჭაჭანებდნენ არაფერს მაღალი ხარისხის მაღაზიაში. სამ კაცს რო დაედახავდნენ რიგში, შტო დაიუტ და მე ეგრევე 300 კაცი იდგა რიგში. და ყიდულობდნენ ყველანი იმას, რაც რეალურად არ ჭირდებათ, მაგრამ დაიუტ ბირი ეგ-პონში. ხო და მოკლედ მოსკოვშიც წასვლის ამბავი ახლა გიტარის გულისთვის მოსკოვში არავინ არ წავიდოდა ჩემი ოჯახიდან და ბოლო ვარიანტი იყო ხო ნუ ეს ბიზაჩემი ხო მაჩუკა ეს გერმანული გიტარა და მე ამ სიკეთისთვის ბიზაჩემი ღმერთმა გადააჯილდოვა რა. ხო და ერთი ვარიანტი იყო კიდე მაგარი როცა რამე ნივთი არ იშოვებოდა, არა მარტო გიტარა, ზოგადად ახლა საბჭოთა კავშირში არაფერი არ იშოვებოდა. ხარისხიანი რაც იყო, არ იშო ახლა ესე მაღაზიაში შესულიყავი და გეყი და ეგრე არ იყო. ხარისხიანი ნივთი უნდა გეშოვა, როგორც აი ეს გიტარის ამბავში. მაგრამ იყო ერთი ვარიანტი კიდე რა, საბჭოთა კავშირის დროს სოფლის მაღაზია. აი ეს იყო საოცრებათა სამყარო რა. სოფლის მაღაზიები ხო იცით როგორია, აი ყველაფერი რო იყიდება. იმიდან რა ქვია, რაღაც საზამთროდ ნაწყებული და რაღაც ბალგარკით დამთავრებული ეს რა ქვია, ფარდები და ქსოვილები და ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი რო იყიდება ერთ პატარა მაღაზიაში.
ხო და ამ სოფელში ხო იცი ხა ჩვენს თან მამის მხრიდან გიზიყელები ვართ და იქ ვაქირში რომ დავდიოდით იქ ეხლა ხო იცით ხა მშრომელი ხალხია რა ეგრე აცალიათ ეხლა დიდად გართობისთვის და იმისთვის შრომობენ დილიდან საღამომდე და მაღაზიაშიც შედიოდნენ არ შედიოდნენ ეგეც ისეთი პონტი იყო რა იშვიათად ხო და ამიტომ ესეთი კულტურული ნივთები როგორც იყო რაღაცა წიგნი რაღაცა გიტარა რაღაცა მაგისთვის დრო აღარ რჩებოდათ რა ვენახში იყვნენ დილიდან საღამომდე და ამიტომ იქ უფრო შესაძლებელი იყო რომ რაღაცა დადებულიყო რა ისეთი და დიდხანს შენარჩუნებულიყო მაღაზიაში და ეგეთი შემთხვევა იყო 93 თუ 4 წელია უკვე და ბიძა ჩემი და ბიცოლა ჩემი და კიდე რამდენიმე ადამიანი წავიდნენ წნორში. ხო, ვაქირიდან რამის ყიდვა რო გვინდოდა ბევრი რაღაცის ან წნორში მივდიოდით და თუ კიდე უფრო ბევრი რაღაცის ყიდვა გვინდოდა მე გურჯაანი ბოდბისხევის ბაზარი იყო კიდე. ხო და მოკლედ წავიდნენ წნორში და ერთ-ერთ ეგეთ მაღაზიაში შევიდნენ რა და ბიძა ჩემმა გაიხედა და ერთ-ერთ თაროზე დაინახა საოცრება. ჩეხური გიტარა დევსტო. შეხედა აქედან შეხედა მეორე მხრიდან კრემონა, ეხლა კრემონა კი არის ქალაქი იტალიაში, მაგრამ ნუ ჩეხური გიტარების ის იყო, ფირმა იყო კრემონა. ხო და აქედან შეხედა კრემონა, იქიდან შეხედა კრემონა, ახლოდან მივიდა დასუნა კრემონა. ნამდვილად და უყურებს დატრიალებს თავზე ვერ იჯერებს რა. რო რანაირად შეიძლება ეხლა ეს რო ესეთი ხარისხიანი ნივთი ესე თავისუფლად იტოს მაღაზიაში. მე იფიქრა რომ იქნებ არ იყიდება და ამ კაცის არის საკუთრება, რავი. ხო, რაღაცეები და მოკლედ დაუძახა გამყიდველს და უკაცრავათო და დაუსვა შეკითხვა, რომელიც შეიძლებოდა დასმულიყო მხოლოდ საბჭოთა კავშირში. ხო, აი რა შეკითხვა შეიძლება დაესვა ბიძა ჩემს ახლა იმ კაცისთვის, ხო, რომ ეს ნამდვილად ჩეხური გიტარაა, მაგალითად. ან ეს გიტარა რა ღირს, ხო, ეგეც შეკითხვა არის. ან მაგალითად ეს გიტარა მართლა იყიდება, თუ იქნებ თქვენია და არ ყიდით. ხო, ანუ მრავალი შეკითხვა შეიძლება დაესვას, არა? ბიძა ჩემმა კითხა, ეს რა არის? ხო და ეს ხო ერთი შეხედვით არაადეკვატური შეკითხვა, ას ნიშნავს რა არის? გიტარაა, რა ვერ ხედავ, მაგრამ არა. საბჭოთა კავშირში ადამიანი რო მაღაზიაში თაროზე თავისუფლად დადებულ რამე ხარისხიან ნივთს დაინახავდი, ეს იმდენად გამაოგნებელი რაღაცა იყო, რომ საკუთარ ადეკვატურობაში ეჭვშეგეპარებოდა და იფიქრებდი, რომ ხო არ მეჩვენება. იქნებ გიტარა არ არის და სხვა რაღაცაა, კაცო და რავი, გუშინ დავლი პახმელიაზე ვარ, რა ვიცი. ხო და ამიტომ კითხა ეს რა არისო? ხო და თან ეხლა ბიძა ჩემი თან ის გიტარა ისე არის რა, უკრავს თვითონაც. მღერის ის მე თუ სიმღერა ვიცი, მისგან გამომყვა და დედა ჩემისგან კიდე. ოჯახში ეხლა სხვა ჩვენთან ვინ მღეროდა არ ვიცი. ხო და ეს რა არისო კითხა და იმ კახელმაც გაიხედა ესა გიტარა იმპორტული პასუხა. ხო და ესე იყიდა 60 მანეთად ბიძა ჩემმა სრულიად შემთხვევით წნორის მაღაზიაში ჩეხური გიტარა კრემონა. აი ესეთი ამბავი მინდოდა თქვენთვის დღეს მომეყოლა. ხო და ამ გიტარასთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში ხო, ნუ საბოლოო ჯამში იმ გერმანულ გიტარაზე ვისწავლე დაგვრა და ბოლოს ნუ აი ესე დამთავრდა ყველაფერი და შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად კიდევ რამე ისტორიას კიდევ გავიხსენებ. მადლობა.